ძალიან ხშირი მაგალითი, რომელსაც კომპანიაში ხვდებით, როგორც ტრეინინგების მონაწილეებს აქვთ გაზიარებული, ასევე იმ კომპანიებში, სადაც საკონსულტაციო სამუშაოა, ეს არის დაწინაურებული ვარსკვლავი. მოკლედ, ყავდა, რა ვიცი, თუ გინდა კონტენტ კრეატორები იყვნენ, თუ გინდა პროგრამისტები, როგორც მე ვიყავი თავის დროზე, თუ გინდა ჟურნალისტები. ერთ-ერთმა გამოიჩინა თავი მაღალი პასუხისმგებლობით საქმის ცოდნით, მოკლედ ვარსკვლავი გახდა, ნამდვილი ვარსკვლავი და ყოველთვის ესე არ ხდება, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ შემთხვევაში და ბევრგან ხდება, რომ დაინახეს ეს ვარსკვლავი, ძალიან მოკლედ მოეწონათ მისი შედეგებიც, მუშაობის სტილი, პასუხისმგებლობა და როცა დადგა საკითხი, რომ ეჯგუფი გაიზარდა და თავისი მენეჯერი ჭირდება, ხშირ შემთხვევაში ესე იგი მოკიდეს ვარსკვლავს ხელს, აბა სხვა არ დავაწინაურებთ. ნინო ესეთი ოქრო გვყავს და მოკლედ მოკიდეს ამ ვარსკვლავს ხელს და გაამენეჯერეს რა. ეხლა უყურეთ რა ხდება. პირველი ვარსკვლავი იმიტომ გახდა ვარსკვლავი იმ საქმეში, რომ ის საქმე უყვარდა. ეს პროფესია აირჩია, აითვისა, კარგად გამოსდიოდა, ისწავლა, იშრომა, მის ხასიათს შეესაბამება და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ რახან კარგი პროგრამისტი გამოვიდა, ან კარგი ქირურგი, ან კარგი ჟურნალისტი, ავტომატურად კარგი მენეჯერი გამოვა, ხო? ესე იგი, პირველი პრობლემა არის, რომ შეიძლება უბრალოდ არ დაემთხვეს ამ ადამიანის უნარები, ძალიან კარგი არქიტექტორის უნარები ქონდეს, არ ქონდეს კარგი მენეჯერის უნარები. და უყურე როგორც საიტნოტში ვხვდებით, რომ დავაწინაურეთ, ვეღარ წუდება საქმეს, ასე ვთქვათ, თვითონაც ხვდება, რომ თლად კარგად არ არის საქმე და ეხლა დავაქვეითოთ, საერთოდ დავკარგავთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს აღიარების რაღაცა ის არის. და ეხლა მოკლედ წარმოვიდგინოთ, რომ აქ სიტუაციაში ვართ, როცა ეს ვარსკვლავი უკვე მენეჯერია. რა ვარიანტები აქვს, ესე იგი? ორი საქმე ავალია, ესე წარმოვიდგინოთ, ხო, პირველი მენეჯერული პოზიცია ყოველთვის არის ჰიბრიდი სპეციალისტსა და მენეჯერის შორის, რომ თან ჟურნალისტობაც გავარია, ან ბუღალტრობა, თან მენეჯერობა. ერთში ხარ ძალიან მაგარი და როგორც კი სცენაზე გამოდიხარ, ტაშის გრიალია, მეორეში ხარ ძალიან, რა ვიცი, მეშვიდე ხარისხოვან როლში. არც ერთ ადამიანს, თავმოყარე ადამიანს არ ახარებს, რომ ყველას დასანახად ის აკეთოს, რაც არ გამოსდის. ხო? წარმოიდგინე, რომ რა ვიცი, კარგად მღეროდე და ცუდად ცეკვავდე, რა ვიცი, რატო დაიწყებდი ცეკვას, ასე ვთქვათ, საჯარო რეალობაში. ამიტომ ეს ადამიანი ფაქტიურად გაურბის მენეჯერულ უნარებს და ისევ ცდილობს, რომ თვით შეფასება და თავდაჯერება იპოვოს ისევ თავის საქმეში. ეხლა რას ვიღებთ შედეგად? ვიღებთ იმას, რომ თანამშრომლებმა, რომლისთვისაც უფროსი ისედაც ახალია და აინტერესებთ როგორ იქნება, როგორ არ იქნება, ვიღაცა შეიძლება დაბოღმილია, რომ ის არ დააწინაურეს და ეს დააწინაურეს, ხო? და შეიძლება ჯიბრს შეედგეს. ვიღაცა ძალიანაც მხარს უჭერს და უნდა რომ ხელი შეუწყოს, მაგრამ ხედავს, რომ ეს ადამიანი თავის ხელით აკეთებს საქმეს, ხო? ესე იგი, პირველი, ვინც გაბედნიერდება ამ სიტუაციაში, არიან ზარმაცები და ის ხალხი, ვინც ცდილობს, რომ მინიმალური შედეგი თავი შეინახოს კომპანიაში, იტყვის, რომ ავშენდით, ესე იგი, არაჩვეულებრივი მშრომელი უფროსი, ჩვენ წავალთ 6 საათზე სახლში და ნინო დარჩება 10 საათამდე, იამაყებს კიდეც, რომ რა მაგარი საქმეები გააკეთა. ეხლა ვინ გაუბედურდება? გაუბედურდება სხვა ვარსკვლავი, რომელსაც უნდოდა რომ გასაქანი ქონოდა და უნდოდა რომ შეექმნა პროდუქტი, რაც არ უნდა იყოს შრომის პროდუქტი და ეამაყა, მაგრამ არ აცლიან. იმიტომ რომ მიდის ეს ჩვენი არქიტექტორი ნინო და უსწორებს ნახაზებს, იმაში ერევა, სკრიპტში ერევა, ამაში ერევა და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი ვარსკვლავ თანამშრომელს, რომელიც უნდა დაემშვიდობოს, ასე ვთქვათ, თავის წინა პროფესიას და შეერწყას აი ამ თავის ახალ პროფესიას და ტრეინინგზე, MCP-ზე, მენეჯერის კოუჩზე, ძალიან ხშირი ტიპი მონაწილე ზუსტად არის ახალ გამენეჯერებული, რომელსაც დაახლოებით ესეთი შეგრძნებები მაქვს, რომ რა მჭირს, ესე იგი, მაგარი ტიპი ვიყავი. დღეს წესით პირიქით საქმე ჩამაბარეს, დამინახეს, დამაფასეს და უარესად მუშაობ და ძირითადი აქცენტი გვაქვს დელეგირებაზე, რა თქმა უნდა, რომ შენ რაც არ უნდა მაგრა გიზიდავდეს, რომ შეხტე კადრში და შეხტე მოედანზე, როცა ხარ მწვრთნელი ფეხბურთის გუნდის, უნდა დაეტიო იმ შენ კუბიკში, რომელიც მოგიხაზდეს. რა, კი ბატონო, ფიდბექით დაეხმარე ტრეინინგით იმით, მაგრამ ჩვენ IT სფეროდან დავიწყეთ მენეჯერობა, მეც და ვანომაც და
მოკლედ მაიტა-მაუსი მენეჯერებს ვეძახდით ამას რა, რომ თანამშრომელი უფროს ეკითხება, რომ ეს ვერ გავაკეთე რაღაც soft-ში რა. და ეს ართმევს მაუსს, ესე და ჩქარ-ჩქარა რაღაცას აკეთებს. ვერც იმან დაინახა რა გააკეთე. აღარც იმის დამსახურებაა, ვერც ის სწავლა და შენ ჭია გაახარე, რომ აი რა მაგარი პროგრამისტი ვარ, ან რა მაგარი რედაქტორი ვარ, რა მაგარი იურისტი ვარ, ხო? ამიტომ ჩვენს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მენეჯმენტის ტრენინგის გავლა კონკრეტულად იმ ხალხისთვის, ვინც ვარსკვლავობიდან თავის საქმეში ახლა გადადის მენეჯერობაში და ეს ფსიქოლოგიურად, ტექნიკურადაც რთული ამბავია და ფსიქოლოგიურადაც რთულია და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ტრენინგზე აი ყველაზე მეტს თითქოს ეგ ხალხი ხეირობს, იმიტომ რომ თითქოს აი რაღაც მიხვდნენ რა ეშლებოდათ და მიხვდეთ რომ არ შეიძლება რომ დარჩე არქიტექტორად, დარჩე პროგრამისტად, დარჩე ექთნად, როდესაც მენეჯერულ პოზიციაზე გადადიხარ.